გამარჯობა, სარბიეს პოდკასტის დროა. ვსაუბრობთ კვარაზე, ქართულ ფეხბურთზე, ქართულ საკლუბო ფეხბურთზე. დღეს ჩვენ სტუმრები არიან ჩვენი კოლეგები არმაზ მეტრეველი და ლაშა წიფლაური. არმაზ გამარჯობა, ლაშა, მოგესალმებით. როგორ ხართ? სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. ყოველთვის ყობა თქვენთან სიამოვნებით. აი ხანე არ ყოფილხარ ჩვენთან, ლაშა პირველად არის და სასიამოვნოა. ჩაიფიქრე რამე. მე იმეჯერ ვიყავი, უკვე მოობეზე ხალხს თავი ალბათ. არა, როგორ, კაცო, პირიქით ჩაესთან სტუმარი, ჩვენთვის ეს არის. ძალიან სასიამოვნო გარემოშივა, მადლობა მოწვევისთვის. ბევრს ნიშნავს ჩემთვის სარბიელი, ხე იმ თაობის ვარ, რომ აი ეს 7-8 წლის რო ვიყავი და რაღაცა ძალიან ბევრ ემოციებთან და მოგონებებთან არის დაკავშირებული და ბატონი არმაზის გადაცემებიც მახსოვს ძალიან კარგად, როცა განსაკუთრებით ნაკრების თამაში რო ახლოვდებოდა ხოლმე, ძალიან ესე კარგად მაქვს ჩარჩენილი და ილოს კიდე ცალკე ვიცნობ, ძალიან დიდი ხანია, ძალიან კაი გვერდი აქვს 22 მოთამაშე Facebook-ზე, ხშირად ვნახულობ, კითხულობ და ნამდვილი ფეხბურთის გურმანებისთვის არის და მოკლედ მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. ძალიან კარგი. არმაზის გადაცემა სხვათა შორის იმ პერიოდში, შაუბნელ პერიოდში ეს იყო ერთი. აი, ნათელი წერტილი იყო. სხვათა შორის დიდი მადლობა. პირველ არხზე მომენტებისთვის, სხვათა შორის სარბიელთა თანამშრომლობით კეთდებოდა ის ყველაზე საინტერესო პერიოდი რაც იყო, მაშინ კეთდებოდა უპირატეს ფეხბურთელი შენს გადაცემაში დავაჯილდო ერთხელ. ერთხელ დავაჯილდო. ისევ სარბიელთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული, მიხარია ამიტომ რაღაც ჩვენი სენტიმენტები გვაქვს ყველას რა. ანუ პასიანსივით და მექსიკური სერიალებივით იყო ველური გული, პასიანსი და ჩემი გადაცემა. ველური გული. მაგდონეზე ვერ გაჩაღე. ჩემი გადაცემა როდის კვირაში ერთხელ იყო და იმ დრეშს ამჯერ გამივიდა. ველური გულები. რომელი, ეგ არ ვიცი. მე ვიცი იზაურა მახსოვს. იზაურა მახსოვს. არმაზ, ლაშა, მოდი სამშაბათის ჩემპიონთა ლიგის თამაშით დავიწყოთ. კვარა რატომღაც თადარიგში დაგვიტოვა. წვნელმა. ხო, ვიდრე მაგ ესე კონკრეტულად ამ თავს შევეხებოდა, ყობა, ალბათ საერთოდ კვარას ირგული ხა ჩვენ ბუნებრივია, რომ ჩვენი მეგობარი იძახდა, საერთო მეგობარი პატექსა. ძნელაძე რომ ეს რა გავიკეთაო ლუის ენრიკემო რა ისედაც ესეც ნერვიული პერიოდი უდგას ქვეყანას და ეხლა კვარა დასვა კიდე სკამზეო და ერიოს საერთოდ დეპრესიაში ჩააგდო ეხლა რაც სერიოზულად თუ ვიტყვით ეხლა ამ კონკრეტულ თამაშამდე ჩვენ უნდა რაღაც არ ვიცი ალბათ უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს არ არის ის პერიოდი ის მომენტი PSG-ში გადასვლა რაც იყო თქვა ნეაპოლში გადასვლა ხო ნეაპოლში კვარა გადავიდა ისე რომ გაიარა მოსამზადებელი სეზონი გაიარა ადაპტაცია გუნდთან, ქალაქთან, ბიჭებთან, საერთოდ გაეცნო იმ ატმოსფეროს და დაიწყო ისე, რომ მისგან ბევრს არავინ არაფერს არ ელოდა და შესაბამისად არ იყო მის მიმართ რაღაცა განსაკუთრებული ყურადღება და ეხლა შუა სეზონში გადავიდა PSG-ში. ერთი ლიგიდან მეორეში. მოხდა ერთ სრულიად განსხვავებული ქალაქიდან პარიზში. და რუსული ტერმინი რო ვიხმარო სლისტა გვინდა რომ რაღაცა ის რა თქმა უნდა გვინდა ყველას პირველ რიგში ყვარას უნდა ყველაზე მეტად მაგრამ ეს ერთი და იგივე არ არის ეს არის ძალიან რთული რომ შენ შუა სეზონში ერთი კვირის წინ რო ითამაშე იტალიის ლიგაში და მე ვცებ აღმოჩნდა პარი სენ-ჟერმენში რომელიც დიდი კლუბია იმ თვალსაზრისით რომ ძალიან ამბიციური გუნდია და დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ ხო ბაპეები და მესი და რა უზარმაზარი ძალიან დიდი ფეხბურთელები იყვნენ ნეიმარები და არც ვიცი. და თავის დროზე კიდე ადრე რონალდინიო. ხო და შესაბამისად ძალიან რთული იქნება ხა კვარასთვის თან ამას ემატება თვითონ ობიექტური ეს იყო ახლა ისეთი რა ქვია ისეთი მომენტი რომელსაც ცხადია თან ზდევს რაც თან ზდევს აი ამისთანა ტრანსფერს რა როდესაც ერთი სეზონის განმავლობაში შუა სეზონში გადადიხარ. ეხლა მეორე მომენტი რა არის? იქ თუ კონკურენტოთ იყო ნეაპოლში. მე ძალიან გამიგზავნა ლაშა. არა. ბოლოს გიხდო თუ ხო. ლოგიკურად ხო. ანუ აქ ეხლა პრობლემა მარტივი არ არის. ეხლა ის სამივე ფეხბურთელი ხო? რო ავიღოთ ეხლა ჩვენ გვირჩევნია კვარა ცხადია სამივეს ერთად. მაგრამ ერთი არ ჩვენ რა გვირჩევნია და მეორე რა დახვდა იქ რა და მართართული კონკურენცია და ლუის ენრიკესთვის კიდე დიდი კომფორტია რომ რომელიღაცას დასვავს სკამზე მე
ვისაც თამაშს მისცემს იმას აქ ის არის მშიერი და გამოდის და მგელივით რომ შემდეგ თამაშის მქონდეს შანსი. ანუ დაახლოებით თანაბარ ძალის ფეხბურთელები არიან სამივე რა. ანუ ეხლა ვინ მეტი ვინ ნაკლები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა კვარა ჩვენთვის ცხადია და ობიექტურადაც კლასით, ჩემი აზრით ყველაზე მაღლა დგას, მაგრამ ეს უკვე მინდორზე უნდა დაამტკიცოს და ეს ადვილი არ არის რა. აი ესე ადვილი არ არის ადაპტაციის. ხო, ანუ შეგუების ამბავია. უფრო დიდხანს გასტანს, ეხლა უნდა შევეგუოთ ჩვენ. ამას ემატება კიდე ის მოლოდინები, უფრო დიდხანს გასტანს ვიდრე ეს ნეაპოლში იყო. პლუს სირთულეებს ემატება ის მოლოდინები, რაც ეხლა 70 მილიონად რო უკვე ცნობილ ვარსკვლავს იყიდი, იმისგან ძალიან ბევრს ითხოვს ხალხი რა. ხო არა, თან ძალიან დიდი თანხა კი გადაიხადეს რა და ეს ამ ხელაფულს რო იხდი, შეუძლებელია რომ იმ ფეხბურთელს ძალიან ბევრი დრო არ ვიცე, მაგრამ ისიც ალბათ უნდა გვესმოდეს, რომ თქვა ეხლა კვარა დღეს არ არის ისეთი ლიდერი, ხო, პარის სენ-ჟერმენში ამ წუთას როგორც იყო ნეაპოლში, როცა იყო ხელშეუხებელი ფაქტიურად. ეხლა აქ როტაცია რაღაც გარკვეული დოზით იქნება და მეორეა რომ თანამედროვე ფეხბურთში ეხლა შეიძლება ბოლო ნახევარი საათისთვის გჭირდებოდეს ზოგჯერ ფეხბურთელი და იმას არანაკლები ფასი ედოს იმ კონკრეტულ მომენტში, ვიდრე სასტარტოში ვინც დაიწყებს იმას და ეს შეიძლება რაღაც წვრთნელის გათვლა იყოს, რომ მოდი ეს ბრესტი, რომელიც ცოტა მძიმე გუნდია, ცოტა ისეთ ფიზიკურად ცოტა გამოფიტო და აი იქ კვარა იყოს ყველა, მაგრამ ნუ ისე წავიდა თამაში რომ დამთავრდა ნახევარ საათში. ეგ ის მომენტიც ხო არ იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის თამაში იყო და მაგიტო რაღაც მაინც ლიგას სხვა ისაა, ხო, დატვირთვა ლიგის თამაშს. ობა მე და ვფიქრობ პლეი-ოფის თამაში რაღაც, პლეი-იმის რაც ქვია. ვფიქრობ რომ ჩემი აზრით მე ვფიქრობ რომ ლუის ენრიკეს სულ ეკნება ეს ეხლა ლაშას ვეთანხმები რაში. ეხლა კვარაც უნდა ადაპტირდეს აი ამ სიტუაციასთან რა. ეხლა ისე აღარ იქნება იქ როგორ პირველი სკრიპკა იყო. ესე რომ მოხდეს, მაშინ უნდა გახდეს PSG-სათვის რაც იყო მბაპე. აქამდე მისასვლელია, უნდა მივიდეს, შეიძლება გახდეს, მაგრამ ჯერ მისასვლელია რა. ეგა. ხო და აქ ერთი მომენტია, აი ამ იანვარშივე სხვათა შორის წერდი მაგ თემაზე ლუის ენრიკეს როტაციისადმი სიყვარულზე რა. სულ აკეთებდა მაგას, სულ ანუ ის აქ ჩვევაში აქვს ეს, რომ ხშირად ცვლის შემადგენლობას. ნუ ეხლა ჩვენ რაც ნახეთ, ჯერჯერობით დემბელია ხელშეუხებელი, თორე დანარჩენები ეხლა სულ ყველანი იწვლებიან. და ლუის ენრიკეს უყვარს ეგ, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა იმის მოძებნა. ეს მე მგონია, რომ გუშინ რო ძირითადში არ დააყენა, სულაც არ ნიშნავს, რომ მეოთხე კაცია. მეოთხე კაცი თulis იმ სულაც არ არის. და მოდით ეხლა ბრესტიც არ არის რა, ეხლა ის რო საზომი. მოდი აი ამის შემდეგ რო გავლენ იქ ვინ იქნება ძირითადში, აბა ეგ ვნახოთ. ხო. ეხლა რა არის ეცეთ კიდე ერთხელ ეხლა ის მნიშვნელობა იმას კი არ აქვს ჩვენ როგორ აღვიქვავთ ამას მეოთხე. თვითონ ეხლა აქ მთელი ამბავი არის კვარაში. ანუ თვითონ ფსიქოლოგიურად უნდა გადაერთოს ყობა რაღაცნაირად რა. იქ იყო აი ნუ ხელშეუხებელი, რა ვიცი, ლავი კვარადონას რო გეძახიან, ხო? კაც არ პირველი სეზონი ეს ოსიმენი და ეგ რა. ანუ აქ ეხლა სხვა გარემოშია რა. მე აი ყველა ხო მივესალმეთ იმაში გადასვლას, ხო? PSG-ში გადასვლას, ხო? მაგრამ პლუსებთან ერთად ამას ეხლა რაღაც ისინიც აქვს, ხო? აი მაგალითად მე ვფიქრობ, რომ არასოდეს პარიზში ისე არ ეყვარება. აი რიგით პარიზელისთვის ვერასოდეს ვერ იქნება ის რაც იყო ნეაპოლში. იმიტომ რომ იქ ცხოვრობდა ხალხი, ბებია მისის ხელა ხალხ დაწყებული პატარა 3 წლის ბავშვით დამთავრებული. ეს ქალაქი ცხოვრობდა ფეხბურთით, ხო, ცხოვრობს ფეხბურთით. პარიზი ეხლა მოდის დედაქალაქიც არის. ისიც არის, ეს არის. ანუ შეიძლება კიდე უფრო ღმერთმა ქნას კიდე უფრო დიდი ფეხბურთი ითამაშოს, ლიგები მოიგოს და ოქროს ბურთები აიღოს, მაგრამ მჯერა რომ ესე იქნება, მაგრამ ნახევარ ქალაქს კვარას მურალებით არსად აღარ მოხატავ. ბიზინა ბარათაშვილმა თქვა ერთი ძალიან ესეთი რაღაცა და კარგი და ზუსტი და 10-იანში რომ მოარტყარო ნეაპოლში ქუჩაში მაღაზიაში ვერ შედიოდა პურის აღედლად, ხო? ვიცი ყველამ რომ სახლიდან ვერ გადავიდა და მაღაზიაში რაღაცა იმისა და ხო, იმიტომ ნეაპოლი ლავეცი მაგიტო წავიდა. ლავეცი მაგიტო წავიდა ნეაპოლიდან. ოფიციალური მიზეზი ეგ იყო. ეს არის პლუსი ამ ტრანსფერში. ლავეცის როცა წავიდა ნეაპოლიდან ეგ თქვა, რომ აი ძალიან იყოს ნეაპოლი, მაგრამ მინდა რომ თავისუფლად ცხოვრო რა. ისე ისნო რესტორანში შევიდე დავიჯდე. ღმერთი იყო რა. და ანუ რო დარჩენილიყო თქვა, ხო? ანუ მოდი ხე შევთანხმდით, რომ უნდა წამოსულიყო. ყველა ვფიქრობ იმას კი არა, უნდა წამოსულიყო და კაი იყო წამოვიდა, მაგრამ ეს ეხლა არის ქალაქი, რომელიც არის
ფეხბურთთან ერთად, აი პარიზი ხო პირველ რიგში ფეხბურთით არ არის ცნობილი, ხო? და ვერასოდეს ვერ იქნება პირველ რიგში. იცი რა, მე უბრალოდ ერთს როგორც ადამიანი, რომელსაც იტალიურ ფეხბურთს გულშემატკივრებს ვიცი, წლები ვწერდი და ნეაპოლიც ვიცი რა, ჩავედი, ვიყავი ნეაპოლში ზუსტად აი კვარა როზენიჩი იყო და ასე შემდეგ და ნუ ერთადერთი ცოტა გული დამწყდა რა დროსაც წავიდა, ცოტა უკეთეს დროს შეიძლება. ერთი რიგითი გულშემატკივრის პოზიციაა ხა, იმიტომ რომ ის ისტორია რაც კვარამ დაწერა, ცოტა უკეთეს დასასრულს იმსახურებდა, ჩემი აზრით. და იმიტომ რომ იქ იყო ისეთი ბუმი ხვიჩას გარშემო რა, რომ აი ესე არ უნდა ეხა იქ მილიონი რაღაც ტრიალებს და თვითონ ხვიჩას ეხება კაც უნდა და წავიდა მე რა შუაში ვარ, მაგრამ ერთი რიგითი გულშემატკივრის გადასახედიდან სასურველი იქნება იყო რომ ზაფხულში მომხდარიყო ეს ყველაფერი რა. ასაკურველი უფრო კარგი იქნება და ბევრი თვალსაზრისით. თუმცა მაგას ერთი ესეც აქვს, მეორე მხარეც აქვს, რომ ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდება. ხო, თუ ნაპოლი მომენტი არის, მაგრამ აი ბოლომდე ეგეთი შემთხვევა ბევრი არაა. აი კიდე რას ის კიდე არა, ძალიან იშვიათად ხდება ხო, მაგრამ აი ლაშა რასაც ამბობს, აი მე რას ვთქვი ხა, რომ რითიც დავიწყეთ ხო, რომ როდესაც შუა სეზონში გადადიხარ, იქაც რთულია. ეხა რო ხო იცით ხა უკან ვერ დატრიალდება ისტორია, მაგრამ ამას კიდე ის პლუსი ექნებოდა, როდესაც ან სეზონის დასაწყისში გადასულიყო, ან სეზონის ბოლოს გადასულიყო, რომ დრო ექნებოდა იმისთვის, რომ გუნდ შეჩვეო და ადაპტაცია გაევლო, ახალ რეალობებში გარკვეულიყო, დამეგობრებულიყო, იმ ფეხბურთელმა, ხო იცი, ახალ გუნდში რო გადადიხარ, ისე შენ ბურთებით არავინ გამარაგებს, ვიდრე რატომ? იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ იმან არ იცის შენი ძალა, ამას ეხლა გუნდელებს ამა უყვარდათ როგორ ნეაპოლში ხო ყველა მიცოდა რაც იყო. აგის გავიხსენოთ რაგვარია ის ზამბომ. ანგისა რო ამბობდა რომ ველაპარაკავ რომ შენ შეგიძლია გახდეო სოფლიოში ცნობილი ყველაზე ესე იგი მთელი გზა მატარებელში ვიჯექითო ლაპარაკობდითო გუნდში რაჰმანით დაწყებული და მერეტი დამთავრებული და დი ლორენცოთი გაგზელებული ყველას როგორ უყვარდა. ეხლა ამას ხო დრო ჭირდება. ხო და აირო დასე ნეაპოლიდანაც კარგად წამოვიდოდა უფრო სეზონის წინა სეზონის ბოლოს და გუნდისთვისაც ახალი სეზონისთვის ადაპტაცია. ეს აღნიშნავ რა, უპირველესად კიდევ მიულოცოთ 12 დაბადების დღე ქონდა 24 წლის გახდა და ულოცავ სულით და გულით და უცებრო წარმოგიდგება 24 წლის ასაკში უკვე რამდენი მოასწრო ამ ფეხბურთელმა და ძალიან დიდი ფეხბურთელი საქართველოს ძალიან და ნაპოლისთვისაც და ეხლა ერთ და ძალიან საინტერესო რაღაც დაიწერა გაზეტაში და სხვათა შორის ამაზე მეც მიფიქრია და კონტეს ადრინდელი გზიდან გამომდინარე რატომღაც მგონია რომ შესაძლებელია ესეთი რამე კონტემ მოიგო კვარაცხელიას წასვლითო იმ ამბავშიო რომ ნაწილები წნეხი მოდის ეხლა მაგაზეო აი ნახე მე უკვე აღარ ამყავს კვარაცხელიაო ეხლა ნახე ზედიზედ ორი თამაშია ფრეხო ითამაშა ორივე თამაშის მერე თქვა რომ რა ვქნაო კვარაცხელი აღარ ამყავს აი ცი რა სალაპარაკომიეცა წნეხი გადმოვიდა ეგ ლოგიკა არის თუ იმ წვნელისთვის რომელიც თქვა უფრო მეტად საკუთარ თავზე ფიქრობს ვიდრე გუნდის შედეგს კონტე ზუსტად ეგეთია შეიძლება ეხლა ბოლო თამაშს რო უყურე ნაპოლის ბევრი აღარ უყურებს მაგრამ მე უყურე ხო და აი ზუსტად კვარა დააკლდათ აი ზუსტად ესე იგი ყველა კარგად ითამაშა ერთ-ერთი კარგი იგივე იმასთან ფრერო ითამაშეს ამის წინა ტურში რომასთან ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა ნაპოლი, სუდი თამაში ნახდა, მაგრამ აი ორივე თამაში ძალიან აკლდა კვარა რა, ნერეში სუსტია. აი ბურთს იღებს რაღაცა ცდილობს, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს დაბალი. დანარჩენი ხა ლუკაკუც თავის საქმეს აკეთებს, ზამბომ დაიბრუნა, მე მგონი ის თავისი პირველი სეზონის ფორმა, კარგ ფეხბურთს თამაშობს. ლობოტკაც სუდი არ არის, დაცვაც რაღაც დონეზე. აი ზუსტად ის კვარა აკლდა და კვარა რო ყოფილიყო, სკუდეტოს მოგების შანსი მართლა გაცილებით მეტი იქნებოდა. მართლა ხა მაგას ვინაო. ხო და აი ეხა შეიძლება ნეაპოლელი რას ფიქრობს ნეაპოლელები ეხა ძალიან ბევრი გულშემატკივრებს ქართველები ამასაც ვიტყვი რომ აი არ გახდეს ჯინაზე აი ხელფასი არ მიცეს ნეაპოლში ეგ შეიფუთება ერთ-ერთი დამნაშავე იქნება კვარა მაგამის ნეაპოლი რო ვერ გახდეს მოკითხონ თავიანთ პრეზიდენტს ეგ სალკე თემა ხო არა ეხლა წერა მე რა თქვი ეს ვერსია მე კი არ მოვიგონე რაღაც ისე გავიფიქრე ტოტენჰემში გააკეთა იგივე კონტემ და გაზეტამ დაწერა ყველაზე ცნობილმა იტალიურმა გაზეთამ. კი. ნეაპოლში შეიფუთება ეს რომ კვარას წასვლა იყო ამის მიზეზი. ეხა ვიღაცა იმას აბრალებს, ვიღაცა ამასე იქ თავ ჩვენ გასაგებია რომ თქვა პირველ რიგში. სხვადასხვა ორი დღის წინ პარმას ყოფილმა გენერალურ მენეჯერმა თქვა ძალიან საინტერესო რაღაც კვარა დიდ სულოვნად მოექცაო ნაპოლისო. იმიტომ რომ სპორტის
მარეგულირებელი კანონის მე-17 პუნქტში თურმე საერთაშორისო მარეგულირებელი კანონის მე-17 პუნქტში წერია ესეთი რაღაც, რომ 28 წლამდე ფეხბურთელს მოკლედ შეუძლია 2-3 წლის შემდეგ შეწყვიტოს ესა კონტრაქტი კლუბთან და წავიდა სხვა კლუბში. და ნუ ეს ყოფილი კლუბი მიიღებს იმ კონტრაქტის დარჩენილი წლების იმას კომპენსაციას. ანუ ყვარას რომ მოეცადა ახლა იმამდე ზაფხულამდე და მერე წასულიყო, შეეძლო რომ ნაპოლი მიიღებდა იმას იმ 2 წლის დარჩენილი იმას რამე 3 მილიონს თუ 4 მილიონს და ყვარავ დიცულოვნად მოიქცა, ახლა რო წავიდაო 70 მილიონი გააკეთებინა იმას. ეთყობა როგორ ჩანს მან და არის ბევრი ისეთი დეტალი, რასაც არის ლასანა დიარას ესა რა ქვია რაღაცა კანონი რა როგორც ბოსმა ინსპექცია შემცვლელი ვერ იბოეს რა. ძალიან რთულია კვარასნაირი ფეხბურთელის შემცვლელის პოვნა რა. ეგეც წავიკითხე სადღაც რომ 5 წუთი არისო ყვარავ ეს არა კარნაჩო უნდათ და მე ვერ დარწმუნდნენ რომ გამოადგებოდათ საერთოდ ფეხბურთელი და ბოლოს მოიყვანეს მილანის ანუ ძალიან რთულია რა ყვარა ისეთ სიმაღლე ის შეიძლება ნაკლებად ეფექტურია ხოლმე რაღაც თამაშებში თქვა და ის პირველი სეზონი რო ქონდა ისეთი თითქოს მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთი შედეგია ყველა სეზონში სულ აგროვებს რა იმ თავის დასაგროვებელ საგოლე პასებს და გოლებს ყოველთვის აგროვებს რა ეს ჩეხეთში რო ვიყავი ხო წავაგეთ და ეხა კვარასაც ეხლა გადასარევი მატჩი არ ქონია ნუ არც ცუდი არ ქონია მაგრამ ნუ ბოლო თამაში რა აი რა ვიგრძენით იქ უფრო ვიგრძენი აი რამდენად დიდი ფეხბურთელია რა აი ამ გადმოსახედიდან ბურთს რომ მიიღებდა და რო ესე იგი ჩუნდებოდა ეს უცებ ჩეხების ტრიბუნა ესე და აი ესე დგებოდნენ და რო დაკარგავ და რა ამ ხელა ოვაციები მოდიოდა იცოდნენ რომ თავარი საფრთხე მოდიოდა ამისაგან რა ხო და ეს ისე იყო ხო ბლოხინი რო ბურთს მიიღებდა ხოლმე რა და მთელი სტადიონი უსტვენდა რა ანუ ვისიც გეშინი იგივე რონალდოს ვისიც გეშინია აი არის იქ კვარას ბოდიში გაგაწყდა ეს გამახსენდა ახლა მაგაზე ევროპის ჩემპიონატის თამაშს პორტუგალია საქართველოს დავესწარი სტადიონზე გახურების დროს კრისტიანო რონალდოს იქ ამბავი დააწია ხალხმა რა მატჩოს ჩვენმა სექტორმა ეს უკვე იყო ისეთი წნეხი რომელსაც ბევრი მაგალითად ფეხბურთელს შეიძლება დამწყებ განსაკუთრებულად ვერ გაეძლო იმიტომ რომ 40000 კაცი აგინებდა და უსტვენდა კაცი ხურდებოდა რა თავისთვის რონალდოს დონის ფეხბურთელები აი ამ წნეხს მოტივაციისთვის იყენებს კიდევ უფრო იმას ის იგენებს ის არის პირიქით ხო და შესაძლოა კვარაც გამოიმუშავებს ამას ასე რომ დროის ამბავია ხა რონალდოსაც უჭირდა ალბათ არა გამომუშავებული ჯე მე მგონი ძალიან ისე არის რა ეხა აი ეხა უბრალოდ ცოტა ის აკლია სითამამია რა იმიტომ რომ აი გაშინაურება უნდა ხო აქ უნდა ერთი თვე უნდა რა აი კვარა თვითონ ხასიათით არის ესეთი ტიპი რა ასე ფეხბურთზე გადაყოლილი რასაც ქვია და შეიძლება ესე ურთიერთობაში უშუალო და ისა უცებ ვერ გახდეს ამ ფრანგებთან და ის მაგრამ ნეტო დრო და დრო მაგასაც და ყველა შეიყვარებს იმიტომ რომ საერთოდ ადამიანთა უმეტესობას უყვარს ესეთი ერთი რაც კაცი რომელიც თავის საქმეს აკეთებს ლამაზად არავის არ მტროობს არავის არ შორია კვარასგან ახლა კუდაბზიკობა რაღაცა თავი ჩემი აზრით ძალიან კარგია ის რომ ბევრ პოზიციას უსვლის ლუის ენრიკე იმიტომ რომ ამ ნაპოლის მე ვერ ვიტყვი რომ კარგია სიმართლე ხო აი ერთ უბრალოდ რას ვამბობ რომ იმდენად სულ მიჯაჭული იყო მარცხენა ფრთას რომ შეიძლება იქ ცენტრში თამაში ცოტა მეტი მრავალფეროვნება შემოიტანოს თამაში შეიძლება ვწდები არ ვიცი მე ვთვლი რომ კვარა არის მისი საუკეთესო პოზიცია არის მარცხენიდან რა. აი არსად ისეთი ეფექტური არ არის საიდანაც მარცხენიდან. მას ადრე თუ გვიანკობა, როდესაც სისტრაფეს დაკარგავს, ანუ მე ვამბობ, აი ბოლო წლები კარიერის, აუცილებლად მოუწევს დაახლოებით პლეიმეიკერის ან 9-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 9 მოუწევს. ეგ მაგას ვერ გაექცევა რა. ისევე როგორც ბეკენბაუერმა დაიწყო ნახევარდაცვაში და გახდა მე ის რა ქვია. იგივე კროიფმაც კი ითამაშა ლიბერო რა. ანუ როდესაც ფეხბურთელი შედის სიმწიფის ასაკში, დათო ყიფიანმა დაიწყო მარცხენა ხალხო. და დაცოც 26 წლის იყო, როცა
აი სადაც ჩვენ გვახსოვს დათყიფიანი გახდა. სადაწყიფიანი გახდა. ხო არ არის ის მომენტი, რომ აი პირველ სეზონში რომ მაინც ყველაზე მაგარი იყო და მერე რო ცოტა დაიწყეს ლაპარაკი, რომ გაიშიფრო ნაკლებად. აი ხო არ არის ზუსტად ის მომენტი, რომ ცოტა ეს სიახლეები ჭირდებოდა რა, რომ აი სადღაც შუაში შემოსულიყო სადღაც ხო მეტოქისთვის საერთოდ ლუის ენრიკეს ის არის კრედოსავით აქ უკვე რომ ყველა უნდა შეცვალოს იგივე ყველას კაცო ეს ხო ყვარას არ ეხება მარტო იგივე ეს ბარკოლა ხო იგივე ბარკოლა ხო ანიკით არის ანაკეთ არის მარჯვნივ არის ხო ნუ რა თქმა უნდა ეს რა თქმა უნდა პლუსია საერთოდ ცუდი არ არის ჩვენ უკვე ეკითხება ეხლა როგორც ათამაშებს ეს კაცი ყვარას გამო არ აკეთებს მაგას სხვათა შორის იცი რა უნდა ვთქვა აი წეგან რო ვთქვი მეოთხე ამ კონკურენციაში მეოთხე იმედი არ არისო მეოთხე კი არ მე მგონია პირველია საერთოდ რატო დემბელეც ეგ ბარკოლაც და ეს პორტუგალი რამოში რო არის სამივე არის არასტაბილური ფეხბურთელი აი არც ერთი არ არის კვარასნაირი სტაბილური ეხლა დემბელს უბრალოდ ესა აქ რა ქვია აი აი სეზონი უბრალოდ ხო აი პერიოდი რაღაცეთ ჩავარდა შეიძლება ეხლა ერთი-ორი თამაში გაგრძელდეს და მე საერთოდ ჩაიკარგოს ბარკოლა ხო ეგრეა საერთოდ და კვარა არის ესა სტაბილურად გას ერთ დონეზე თუ აი ეს დუეტს ხო ყავთ ეხლა ეს სამნი დუე კარგად მოდის კარგი ამადგან ყველაზე სტაბილური არის კვარა ამ პესაჟის თავდასხმის ხაზის ფეხბურთელებს შორის და მე მგონი ეგ არის ესეთი. აი ეს დემბელე ვერ გავიგე რა. ეს სოფლიო ჩემპიონატის ფინალში რეებიც გააკეთა არგენტინასთან, იქ გამოსაცვლელი რო გახდა უწევ და ბარსელონაში არ გახდა. შეშინებულმა ითამაშა. საერთოდ არ ჩანდა. საერთოდ ზოგჯერ ტოვებდა რაღაც არაფეხბურთელის თავჭირებას ბარსელონაში ესეთ რამეებს აკეთებდა ეხლა უცებ თუ წაუაუ უბრალოდ ეგ არა აი საფეხბურთო ინტელექტი რასაც ქვია ვეთახმები კობასტო აი როგორ შეიძლება ყვარას გვერდზე დააყენოთ თუმცა ეს კარგები არიან რა ყველა სათითაოდ რა ბარკოლა კარგია მუხლი ძლიერი აქვს მოტყუება იცის პასი იცის ეხლა ეს ბოლოს კარგი პასი დაუდო ეს საგოლეს ყვარა ჩვენ ეხლა ყვარას ის პაციბამდე ხო მანამ ძალიან კარგად მისცა ზუსტად კარგები არიან საფრანგეთის ნაკრებში თამაშობენ კაცო ეგრე ხო არ არის მაგრამ ეს საფეხბურთო ინტელექტით საფეხბურთო ცბიერებით გნებავთ ცნობოთ გნებავთ ესთეტიკით რა რითიც გინდა მაინც უფრო მაღლა დგას რა ყვარა რა თქმა უნდა კი მე მგონი რომ ამ თავდასხმის ხალხში მე მგონი პირველი არის აქ მთავარი წერანაც როგორც აი მის შეხვდება მერე PSG ან ლივერპულს ან ბარსელონას აი იქ ვინ დადგება ეგ არის საინტერესო თორე ხა აქ შეიძლება თვითონ როტაციას მიმართა რა ეხლა შეიძლება ისეთი მომენტი აგერ ლაშამ თქვა რომ მაინც სტუმრად თამაშობ და ხო უნდა გეждდეს სკამზე ისეთ ფეხბურთელი ვინც ისაც ბოლოს შეიყო ერთი კითხვაც მექნებოდა თქვენთან აი საფრანგეთის ჩემპიონატს ეხლა მე ნაკლებად უყურებდი ეხლა რასაც უყურებ ცოტა დამშაშ დაბეჭდება რომ ცოტა ამხანაგურ მატჩებს წააგავს ეს 5-2-ები და 4-1-ები ეს ხო არ აისახება მასზე ნეგატიურად იმიტომ რომ ცოტა იქ ლუის ენრიკეც ექსპერიმენტატორობს ვარჯიშობს ხო აი რაღაცა იქ მოუნდათ მოუმატეს 3 გოლი შეაგდეს ესეთ რეჟიმში მთელი სეზონი აი ეს როგორ აისახება ეხლა რა ვიცი როგორ აისახება ეხლა თავიდან ვიცოდით ლაშა რომ არ მედიოდა ისეთ ლიგაში სადაც ყოველი ტური ეხლა როგორც ნაპოლის ყოველი ტური აქვს აი გადამწვის უბრძოლაა გასვლა გინდა შენ ვისთანაც გინდა იყოს სახლის თამაშიც კი არის როგორ იცი რომ არა გარანტირებული და აქ ეხლა ვიცოდით რა რაც იყო აი ეს რა თქმა უნდა მინუსია ეხლა იმ იტალიაში ხო იცი აკომბალა ჩემპიონატი ჩემპიონი ვინ ხდება სერია A-ზე რომელი გუნდი რომელიც ყველაზე ნაკლებ ქულას კარგავს იმ აუტსაიდერს იუვენტუსი ეგრე არის ხო აი სტატისტიკურად ეხლა საინტერესო არა იუვენტუსი აი თელო გუნდებთან ცხოვრება ეხლა ისე არა უკვე საფრანგეთში იმიტომ რომ მე მონაკოსთან კაი თამაშს ველოდებოდი და უყურე რაღაცა ახლა სხვა ანდროს კონკურენტია აბუნოს არის მონაკო და გადაუარა თუმცა წამყვანი გუნდები მე ვერ ვიტყოდი რომ ამ ხელა სხვაობა იყოს აი წამყვან გუნდებს შორის რა და იგივე ავიცი აი საფრანგეთის გუნდები რა კარგად თამაშობენ ლიგაზე წამყვან გუნდები თორე ხა იმ რეიმსებზე და იმ იმებზე არ ვლაპარაკ ყველა თამაშს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ეს არის მართლა ესეთი მომენტი რომ ცოტა რაღაცა გულს გვიღნეს რომ რაღაცას თუმცა ჩემი აზრით PSG კი ანუ იმიტომაც არის რომ თავის თავს უფლებას აძლევს ეს ლუის ენრიკე ნანტთან და რეიმსთან და გინდა ბრესტთან ვინც გინდა დააყენე ამ 4-დან 3 მაინც გაარღვევს იცის რა
არაფერი არ აქვს. ხო და წეღან ეგ აბა ეხლა ისეთი ძლიერი გუნდები ყავდეს ხო? იმიტომ არის კონკურენტები. გუნდი არ მას რომელსაც მოუგო 5-2 რამდენიმე ერთი კვირის წინ. რა გარანტია გვაქვს ჩვენ რომ ეხლა შედარებით ცოტა ექსპერიმენტული რაღაც არ გააკეთა და 5-2 მოუგე ამას კაცვლა? ხო. მოდი რა დავასვენებ ზოგიერთად. რა უნდა მოხდეს ეხლა რომ 5-2 ამომიღოს ეხლა, ხო? ხო, ესეთი რამე. დასაბამისად თავის ეხლა ერთად ყველაზე დიდი პლუსი ეხლა ამ გუნდის ის არის, რომ არის ძალიან ამბიციური, რომ ყველაფერი ეხლა ყოველ წელს ელოდებიან რომ აქ წარმატებულად დიდად არ ჩაითვლება სეზონი თუ მარტო ჩემპიონი გახდა. ანუ თუ არ მიაღწია წარმატებას ევროპაში რა. ერთი ძალიან დიდი мотиваცია აქვს ხუჩას, როგორც ნეაპოლში ქონდა, რომ დაუბრუნდა ჩემპიონობა 23 წლის მერე, აქაც ეს კითხვის ნიშანი არსებობს, რომ ლიგა მოაგებინოს. Paris Saint-Germain-ის კი ფრანგებს აქვს თუ ერთი ლიგა მოგებული ისტორიაში. ისე ჩამოართოს. ხო, ჩამოართოს. იქ ძალიან დიდი мотиваციაა, რომ იქაც ეს რაღაცა ისტორია დაწეროს რა. მაგას ეგ იყო ჩემპიონთა თასი კი არა. საერთოდ საფრანგეთის პირველი თასი. ვარცლე ფარუნდა. ძალიან ძლიერი გუნდი ყავდა. აუ რა მარსელი მარსელი კი იყო, მაგრამ აი ეს მასინდელი PSG უფრო მაგრამ მომწონდა რა. ვეა ჟინოლა ვალდო და ისინი რო იყო რა მაგრა თამაშობდნენ ლამაზად. ეს მარსელი უფრო ფიზიკურად იყო რაღაცა ჯეჯგვი გუნდი იყო და ის PSG ძალიან კაი PSG იყო კი 90 მე რომ ლიგის ყურება დავიწყე მარსელს სუდი შეგურთელები ყავდა. სუდი კი არა აი ჯეჯგვი გუნდი იყო რა. არა მაგარი გუნდი ყავდა. მაგარს არ ვამბობ კაცო არა იმასაც ძალიან სიმპათიური გუნდი ყავდათ. რაი არის ხო მაგ დროს? კი რაი იყო ხო რაი იყო. კი რაი ვალდო ჟინოლა ვეა და ეს ვეაც იყო? კი კაცო ვეა PSG არა PSG-დან წავიდა მილანში ხო ძალიან დიდი პერიოდი ეს აღაჯობია City Real-ზე ვილაპარაკოთ. ვეა პრეზიდენტია ახლა რა. ხო ეხლის პრეზიდენტი. ეგეთ რაღაცებიც ხდება პრეზიდენტების ხდება. უშინ წინდელი City Real-ი იყო მაგარი. რა ვიცი რა City-ს რატო გაუგზელდა ეგ საინტერესოა და აბა ვთქვათ. ნუ ადრე თუ გვიან ხო დგება ყველა გუნდის მასში თამაში. ვითომ ეგ თემა ადრე თუ გვიანის თემა. მე დარწმუნებული ვარ. ნუ როდენდა შეიძლება ახლა ყველაფერს იგებდე ხო და ყველა იმას. მან არ მგონია მან დრო იყოს წმინდა საფეხბურთო თემა რა. რა მარტო როდრი ახლა მაშინ როდრი ყოფილა ეს არა. მე ვფიქრობ რომ მაინც ხო იცი სუდი ფრაზა რომ გაძღება გუნდი რა. მე ჩიმშილი აღარ აქვს რა. აი ეს აღარ აქვს რაღაცა დასამტკიცებელი ცეცხლი აღარ აქვს თვალებში. დარბიან შეში რაღაცა გაკურებულები არიან თვითონ. აი რომ შეხედავ მსხვილი პლანეტ რო არჩევ თვითონ გაკურებულები არიან რა ხდება ვერ გაიგეს რა. აი ზუსტად ეგა. რეალი რითვენ გაძღა ეგ არის. მე თვითონ გვარდიოლა მაქვს თქვა დამიბე ისა ბებერი შემადგენლობა ყავს. აი 10 წელია ყველაფერი მოიგეს. საერთოდ ყველაფერი თუ კი რამე არის რა. წაღან მინდოდა მე თქვა რა ამას. აი ამ PSG-ს პრეზიდენტი წინა იმაში თქვი გადაცემაში რომ მაგონებს იმას აბრამოვიჩს რა. აბრამოვიჩს ხო ყველაფერი ქონდა საერთოდ ცხოვრებაში აქ. ხო აი რასაც ხელს დაადებს აქ ყველაფერი რასაც ერთადერთი აკვდა ისა ლიგა. ხო მილიონი მწვრთნელი გამოცვალა, მილიონი ფეხბურთელი, მილიარდი, ბევრი მილიარდი ისკნა ვიღაცებს აჭამა მაინც ვერ მოიგო და უცებ დანიშნა ეს. მაშინ მოიგო როცა არ ელოდებოდა. თან მოვალეობის შემსრულებელი ავრაამ გრანტი ყავდა. ხო ისეთი ტიპები ყავდა რა ერთი პერიოდი ნუ ეხა სასაცილო როგორ ეხა მე გულისხმობ ცნობილი. ავრაამ გრანტის დროსაც ფინალში გავიდა. ფინალში გავიდა ძალიან მაგარი სეზონი ეს ფეხი რო დაუწდა ლუჟნიკაში რა. ძალიან მაგარი გუნდი. ანუ ხო აი არ ვიცი რა მე ხარ ხო და ეგ გონია ბოდიში არმას ეს ჰელაიფი თუ ვინც არის ეს პრეზიდენტი რა აი აბრამოვიჩის ის გონია რომ რაღაცა ამოჩენებული აქვს რომ ლიგა უნდა და აი დარწმუნებული ვარ იმას ისამს რა ქვია შეიძლება წელს თუ მოაწყალე ან წელს ან გაისად რა თქმა უნდა ეხა მან ეხა ფოკუსი არის ლიგაზე რა წეღა ხო თქვით რომ აი ეს აღარ აინტერესებთ უკვე რა აი არ არის ამათვის ეს გამოწვევა რა ეს ლიგა რა არის ხო ანჟერი და ბასტია ხო აი რა ხო ეგ თასზე ერთი კვირის წინ ითამაშეს და იმას შვებოდნენ ეზოში რო თამაშობს გუნდი ისე ითამაშეს და მოიგეს რა ეს საერთოდ არ გაქცეულ კი ანუ მომწიფე და კიდევაც არა სიტუაცია
საიმისოთ რომ აი რაღაცა უნდა გაახა ბოლო მარტო თუ რამის გამკეთებლები არის უნდა გააკეთო. პატშეს მონაკოს ფეხბურთთან მოთქვა რომ ესეთი ძლიერი პარი სენ-ჟერმენი არ ყოფილაო რა არასდროს რა რაც ახ ბოლო წლებში უნდა იმარები და მესები და ისინი რომ თამაშობენ და რაღაცა ლოგიკას ვხედავ მაგით რომ ძალიან ახალგაზრდული და ენერგიული გუნდია და შეიძლება ეს უფრო იყოს დღეს წარმატების ფორმულა ვიდრე მესის რაღაცა ისე ყველაზე ტიტულიანი უბრალოდ ამ გუნდში ვინა ის რუისია ხო? ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში ყარასა ევროპის ჩემპიონი ხო აი წინა გადაცემაშიც ეგა ვთქვი რომ ეს ზუსტად მშიერი ფეხბურთელებით რომლებსაც ჯერ განსაკუთრებული არაფრისთვის არ მიუღწევიათ ფაბიან რუისის და დონარუმას გარდა არიან რომლებიც პიკზე არ გასულან და 22-23 წელი არის მაგათი საშუალო ასაკი. ეხლა აქ დასამტკიცებელი ყველაფერი. 11-დან 8 კაცი 22 წლისაა ხოლმე და 23 წლისგან სიტისგან განსხვავებით ეგ დიდი პლუსია იმას. რა თქმა უნდა, არის რა ეგ მომენტი. როცა ისე ხარ, ეხლა ამათ მე მინდორზეც ეთყობათ რა. საინტერესო გუნდი იგივე ეს ვიტინი აი როგორ არის ხო? აი სულ როცა გონია რომ ადრე თუ გვიან გაისვრიან რა. და რატო არ უნდა გაისროს წეს გაგვიკვირდება იქნება გასაკვირი? არა, გასაკვირი არ იქნება. ეხლა ვერ ჩავთვლი რომ ნომერ პირველი ფავორიტი ვერ ჩათვლი, მაგრამ ნუ შედის რა იმ იმაში გადაწეხლა ფავორიტებს რო ჩამოთვლი PSG-ს აუცილებლად. მიათვლი იმასაც რა, პირველ მეორედ თუ არა, მიათვლი ესე რა, ვერ იტყვი რომ არ არის აქ თქვათ. შეძრასაკვირებია. მე მგონია რომ ეხლა მერვედ ფინალი თუ გაძრუნდნენ მერვედ ფინალში მოიგებენ იმას. აი სადღაც ვიცი ეს ლიგაც ისეთი აი შარშან მაგალითად დორტმუნდი გავიდა ფინალში. მიწარმოიდგენდა თან ისეთი გზა გაიარა სულ გრანდებს შეხვდა. სულ გრანდები თუ გავიდა ფინალში. ეხლა ამ ესენი რატო არ არის გამორიცხული. და იქაც ეხლა რა რეალთან 0-0-ზე ძელს მოარტყა ბუთი კიდე ერთი მომენტი ქონდა წირო გასული. ლივერპული ან ბარსელონა ხო ყავს ეხლა მერვედ ფინალში. ნო ესეთი რამე. არა აქ თუ ეს თუ გაიარეს, იგივე დორტმუნდის მაგალითი არ ვავიღოთ რატო? აი რატო? თან აი ამათ თან ეხლა ბარსასთან და ლივერპულთან ან ერთთან და ან მეორესთან რო წააგოს, ხო? არაფერი დიდი არ იქნება, ხო და შესაბამისად ხო? იგივე იმათზეა წნეხი რა. ამაზე არ არის არანაირი წნეხი. ხო და ამას როცა ხო ეგ არის გობა, როცა წნეხი არის. ფორმატზე რა სიტყვი ამ ახალ ფორმატზე? ლიგის. ფაზა და რაღაცა ნახევარი და რო თამაშობს. ხო, იცი რა ვიცი, ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს. აი რა გითხრა რაღაცა ძალიან ჩამოყალიბებული მაგ პოზიცია ეხლა რომ ან მომწონს არ მომწონს. მე ერთი ვიცი რომ მე ვარ გულშემატკივარი ზოგადად ჩემპიონთა ლიგის, როდესაც შემოდის ხოლმე სუპერლიგის თემები, ცოტა მეშინია ეგეთი ჩარევების რა ფეხბურთში რა. ხო და ეგ მოიფიქრეს საპირწონედ და მე მაინც გულშემატკივარი ვარ აი ამ ტრადიციული, იმიტომ რომ იქ რა მოხდება მე ფეხბურთი ზედმეტად გვიყვარს აი იმისოთ რომ ვიღაცებმა რაღაცები ძალიან თავდაყირა დაგვიყენონ. მე ეს ჩემი პირადი პოზიციაა რა. და ამიტომ გულშემატკივრობ ეხლა რომ ეს ფორმატი კაი იყოს, მაგრამ ბოლომდე ვერ ვყალიბდები ეხლა კაი იყო, არ იყო კაი. ნუ ერთი არის რომ იქაც ისე იყო რომ ბოლო ტურში ხშირად უინტერესო თამაშები იყო ხოლმე 4 გუნდიან ჯგუფებში რომ რაღაც თითქოს ყველაფერი წინასწარ წყდებოდა. აი არ ვიცი რა თქვენი აზრით მაინტერესებს ბოლომდე. არა აი ვერ ჩამოვყავ მე კალიბრი და რაღაცა ისეთი ფეხბურთი ხო არის მარტივი თამაში. შესაბამისად ფორმატიც მარტივი უნდა იყოს, ხო? 4 გუნდი ჯგუფში 2 გადის 2 ვარ. ხო, მაგრამ ნახეკობა ეგეც აუბედურება 36-ს და ეგეც ვინ ხდება რო არიცი რა ეს რა ქვია რა. არა, ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში იმდენად უცხოა რა, რომ ხოც ფეხბურთის მოყოლები ვართ კონსერვატორები რა ზოგადად რა და აი ეს რაღაცის თუ მართლა აშკარად აი პირველივე იმაზე არ გაამართლა უყურებს სკეპტიკურად ამას რა არ არის ის რაც აი მაგრამ აინტერესებს ეს თუ სოფლიო საკლუბო ჩემპიონატი აი რა ვიცი ეგეც აი ეგ კიდე რა უბედურება რამდენი ამ ფეხბურთელებს უკვე არაქართი ზოგადად კალენდარი გადატვირთული კალენდარი არის ეს არის წმინდა ბიზნეს პროექტი ხა ვინ ბოდიში და ვინ ჭამს ამას თო რომ ეხლა ეგ არის იმისთვის არის გაკეთებული რომ FIFA-ში შევიდეს ამაში ხა ცუც კი არა ბეგბას კი არა მეორე მალავენ კაცო თვითონ ეს არის ბიზნეს პროექტია ანუ მეორე მხრივ ცუდი ის არის რომ გარკვეულწილად ხდება ხა გინდა არ გინდა შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი მაგრამ ხდება ამ ფეხბურთელების ექსპლუატაცია რა ის კი არა რომ ეხლა თქვა ხო იცი ვიღაც სიტყვის რომ კაცო ამდენ მილიონს იღებენ და აღარ ცირბინონ და მაშინ ცოტა აიღონ თუ სირბილი არ უნდათ მაგრამ რეალურად
პირველად მახსოვს ბოდი შეგაში და ამას დავამთავრებ და ესე Sky News, Sky TV-ს ქონდა ხელშეკრულება დადებული პრემიერშიპთან, პრემიერ ლიგასთან და 11-12-ის ნახევარზე იწყებდა ხოლმე კვირაობით თამაშებს რა. ეხლა აღარ ვიცი არის კიდე ეგეთ თუ ესე ადრე დილის 12-ის ნახევარზე ინგლისში თამაშები. არის როგორ 12-ის ნახევარზე. ჩვენთან 4-ის ნახევარია, იქ რომ პირველის ნახევარი. ხო, იწყება. ერთი პერიოდი. ჩემპიონი. ხო, იქ 12-ის ნახევარი 4 საათია ზაფხულს, ხო. ესე იგი იყო ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა იყო ფეხბურთის პროფკავშირებისგან. რა უბედურებაა კვირას 12-ის ნახევარზე ლიგის თამაშს რო ათამაშებს. ხო და იგივე ის არის რა, ეხლა ანუ ბევრ სიტუაციაში ფული კარნახობს ამ 48 გუნდიანი ჩემპიონატი. არა, არაფერი, ისეთი უბრალოდ აი როცა ხშირად ამბობენ, რომ აი არასნაირი ფეხბურთელები ცოტანი დარჩნენ ეგეც ერთ-ერთი მიზეზი, ძალიან ბევრს რო თამაშობ კრეატივისტვის უკვე დრო ის აღარ გრჩება რაღაც ცოტა მექანიკაში გადადის ყველაფერი. ეხლა მე წეღარ ჩემპიონთა ლიგა დავიცავი და მართლა მგონია რომ UEFA რაღაცებს ბევრ რაღაცას სწორად ალაგებს ფორმატები ისინი რაღაცა საფრთხებისგან იცავს, იმიტომ რომ ხვალ რო სიტყვაზე ვიღაცას NBA-ის მსგავსი ფორმატი შეიქმნას პროექტი, რომელიც UEFA-ს არ დაექვემდებარება, ფეხბურთელსაც ვეღარ გამოიძახება ეროვნულ ნაკრებში. თუ UEFA არ ალაგებს ამ თემებს, ეგ სერიოზული საფრთხე, ამაზე ბევრი არ ფიქრობს ხოლმე, რომ წამოიწევა სუპერლიგის თემა, აუ სუპერლიგა რო შეიქმნას, რომელიც UEFA-სგან იქნება დამოუკიდებელი და იქ შევა კლუბი, რომელიც UEFA-სთან უკვე დისტანცირდება, არავით არ ვალდებულება და რაც ჩვენი ნაკრები კალათბურთის რო თამაშობს და NBA-ის და ევროლიგის მოთამაშეები რო ვერ ჩამოდიან, როცა ჩვენ გვჭირდება ეგ თემა გათამაშდა, ამიტომ მე ძალიან მეშინია ეგეთი რაღაცებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს UEFA ყველაფერში სწორია რა, ეხლა კალენდარი არის გადატვირთული რა, კალენდარი არის გადატვირთული. უწევთ ორი თამაშით მეტი უწევთ რა, შაშანდელზე. ეხლა სეზონში რამდენი თამაში ორი კი არა, აი ეხლა ვინც ვერ გავიდნენ, აი PSG ესენი ვინ 4 ხო, ამ იმაში ვინც მოხდა, რა ქვია, მერვე და მე-11 დათვლილი, რამდენი თამაში უწევს აი ისეთ ფეხბურთელს რა, ტოპ ფეხბურთელებს სეზონში. უხეშად ზუსტად არ ვიცი, არ დამითვლია, მაგრამ 45-მდე უწევს. არა, კაცო, მეტი. არა, სადღაც 62-63. 38 მარტო ლიგაში. 38 მარტო ის არის. წელიწადში რამდენი კვირა არის? წელიწადში არის 42 საერთაშორისო. ხო, აი სულ ყველაფერი, ამხანაგურებიან. შენ გიგულისხმენ ეროვნული არა. თლიანად რა ყობა. თასი და ჩემპიონატი პლუს ზაგრები პლუს საკლუბო ისინი რა ქვია ევროპული საკლუბო ესე იგი უყურე 52 კვირაა ხო წელიწადში და 65 თამაში უწევს უხეშად ხო ეს ეხა წარმოიდგინე ამ 52 კვირას გამოაკელი შენ ის კვირები როცა არ უწევს თამაში ანუ ზაფხულის როცა სეზონი არა მეტია ცოტა თუ ეზე მეტი უყურე მაისში მთავრდება იტალიის ჩემპიონატი და როდის იწყება აგვისტოში. ხო. ანუ ორი თვე არის რა, მაისის ბოლოს იწყება. ანუ გამოაკელი კიდე 8 კვირა, უხეშად. 52-ს რო 8 გამოვაკლოთ, რამდენია? 44, ხო? 44 კვირაში 65 თამაში აქვს და ეხლა ლაშა რო ამბობდა რომ მექანიკაში გადაიწყო, ეხლა 65 თამაშს რო თამაშობს ფეხბურთელი, ხო? იქ შენ მესხის პინც ვერ გაგიკეთებს 4-ს. გამორჩეული. ვარჯიშები აღარ არის. ვარჯიშებს ფაქტურად თვლები რა ვეღარ ატარებენ რა საჭიროა ის თამაშზე ვსწავლობ რა ყველაფერი თამაშია ეხლა მეორე დღეს ფეხბურთელმა ხო უნდა დაისვენოს 90 წუთი რო ითამაშა მესამე დღეს უკვე თამაშია წინა დღეს ხო ბუქათ უნდა ივარჯიშო ვერ ივარჯიშებ ხო რა ქვია 2 საათი რაც აი სად მივყავართ ამ ყველაფერს მართლა კომერციალიზაცია შეცვლით ან მეტი არაფერი არ ხდება ხა ლაშამ ბოლოს ეხლა ველოდებოდა ბოლოს სწორად დაამთავრა თავიდანაც კარგად დაიწყო იმასთან დაკავშირებით რომ რასაკვირველი ეს არ უნდა მოხდეს UEFA-ს ეს სუპერლიგა გვაშინებს ჩვენ იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო მეგა ანუ ფულის ტოვრების პროექტია რა მაგრამ მეორე მხრივ რომელიც UEFA-სგან UEFA-მაც არ უნდა რაღაცა გუნა ცოტა გათანამედროვდეს რა ცოტა რაღაც ცოტა უფრო დემოკრატიული უფრო სახალხო უნდა გახდეს უფრო ხალხური აი მაგალითად დრას გულისხმობ ეხლა რომ ის არ ვიყო რა ქვია გალასლოვნი ბოდის ვიხდით და ანუ აი ერთა ლიგა ხო კაი მაგარი პროექტი შემოაგდო ხო მოიგონეს ხო გადასარევი ეგრო არ ყოფილიყო აი ესეთი რაღაცები
ეგეთი რაღაცები. ეხა ეს კონფერენც ლიგაც გაგვიკეთეს, მაგრამ ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ცალკე თემაა. ეხა გული მისკდება რაღაცები ამომიგდო ქართული გუნდები ტესტებზე არიან და ზოგი 5-0-ს აგებს, ვიღაც მესამე ლიგის გუნდებთან, ზოგი 2-0-ს. ბათუმის დინამო. ხო, ანუ სადამდე დადის ეს ყველაფერი უკვე არ ვიცი რა სიმართლე. საფორმოში ეხა თუ მოიგონებს ისეც რომ პირდაპირ გაგვიყვანოს ქართული გუნდები სხვა არა ძალიან არა ამის იქეთ არის რომ პირდაპირ წელსხა ჩაატარდეს აქ ხარ აი 4-ვენი ისეთი ძველი სკოლის წარმომადგენლები ვართ, რა თქმა უნდა, ასაკში სხვაობების მიუხედავად და ყველას, ანუ როგორ გშიოდა ხოლმე და როგორ გვენატრებოდა მსოფლიო ან ევროპა რომ მოდიოდა. სხვანაირი წელიწადი იყო ხოლმე და როდის ველოდებოდით. ამხელა მოლოდინი იყო ხოლმე გახსნის თამაშ რომ ეხლა ისეთი ის აღარ არის, იმიტომ რომ უკვე გამაძღარი ხარ. აი ხა მაგალითად ჩემი შვილის თაობა უკვე ვეღარ გძნობს ესე მსოფლიოს და ევროპის მოსვლას. მე რა кайფსაც ვიღებდი ხოლმე ზაფხული რომ მოდიოდა ესე მოლოდინი იყო ხო მაგარი მოლოდინი იყო ელოდებოდი როდის იქნებოდა მე ლაკატები და რას ლაპარაკობ ხო მაგარი მართლა დიდი ამბავი ეს არა ხო რა ეხა რაღაცნაირად ფასი დაკარგა ამ ყველაფერმა თან ეს სანაკრებო საკლუბო ფეხბურთის კიდე ცალკე თემა არის რაიმე რა რომ საკლუბო ფეხბურთმა რეალურად შეჭამა სანაკრებო ფეხბურთი რა იმიტომ რომ კლუბები რო ავიღოთ ეხლა ბიუჯეტის მიხედვით მწვრთნელები ძლიერ სადმიდიან ეხლა ნაკრებში უფრო მომხიბლელია დიდი სპეციალისტების თუ კლუბში დიდ კლუბში რა თქმა უნდა კლუბში მიდიან რა ყველანი იმიტომ აი თუმცა რო იწყება მე მაგარი მუღამია აქ ხოლმე რა ყველა ფეხბურთელი თავს იკლავს მაინც აი ყველა მე მგონია რომ დღეს ეხა რა ნაკლებ გვიყვარს ჩვენ ის დიდ უბრალოდ იმდენი დოზით მოდის ეს ფეხბურთი, ხო მაშინ სად იყო რა ესე და სხვანაირი ფასი ედო, თორე უბრალოდ უფრო დღეს დიდი დოზით არის და თითქოს არის ბოლო ერთ კვირაში იქოქება უფრო ვიდრე მაშინ იყო რაღაცა. ეხლა ცოტა ესე შედარებას გავაკეთებ, ახალი წელი რომ მოდის, ზოგჯერ 31 მეჩი გვახსენდება საღამოს, რომ დღეს ახალი წელია. სხვა დრო იყო რა რაღაცნაირად, მაშინ რა ერთი კვირის წინ რაღაცა უკვე მემზადებ. ხო, ანუ ყველაფერი შეიცვალა. ეხლა იგივე ევროპის ჩემპიონატზე რაც ხდებოდა საქართველოში და მათ შორის გერმანიაში იქ უკვე ჩანს რომ ფეხბურთი პრინციპში პოპულარობას კი არ კარგავს პირიქით რა მე მგონი კიდევ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს პოპულარობას არა უბრალოდ აი ის მოლოდინს კარგავს აი შიმშილის გზნობას იმიტომ რომ სულ ახლა დღესაც ახვალ და იმას უყურებ ფულემი იმას ბარლის თამაშს უყურებ ეგ მომენტი არის ხო ჯგუფურის პირველი ორ ტურს ვატარებთ ხოლმე ისე და აი ჯგუფ ევროპაზე და მსოფლიოზე და ბოლო ტური რო არის ჯგუფური აი როცა ყველა თამაში ერთ დროს რო იწყება უკვე რა აი მე უკვე მართლა ის ესე იგი და იქოქება და მე უკვე უყურებს ხალხი მაგრამ ის მაინც არ არის რაც იყო შეიძლება მაშინ მსოფლიო ჩემპიონატი იყო არ ძალიან დიდი ამბავი არა მაშინ ეს იყო მართლა ერთი რო დამთავრდებოდა 4 წელიწადს ითვლიდა მე რომ როდის მოვა რა 4 წელი ელოდებოდა და ახლა ნუ ესეთი რამეა რაღაცა ყველგან მოდის მგონი გურამ ფანჯიკიძეს აქ ეგ წიგში ეგ ფრაზა აი დამთავრდაო და 4 წელი როდის გავა 4 წელიწადიო იმას ფიქრობო სანაკრებო ფეხბურთი ვთქვით და ჩვენს ნაკრებზე რო ვთქვათ ესე როგორ იქნება არმას რასელი ერევანში მიდიხარ მივდივარ ხებს ხო რა ვიცი სწავლობთ იმედია ბილეთი თუ ვიშოვეთ ჩვენ ახლა არა ვიშოვთ ახლა თუ ვერ ვიშოვეთ ჩვენზე არ არის დამოკიდებული მაგ თამაშის შედეგი არა უნდა მოუგოთ რა ვიცი მე მგონი რომ ჩვენი გუნდი საქართველოს ნაკრები უკეთ თუმცა როცა საქართველოს გვაუწყდეს რომ კვარა არ იქნება ხო იქ კვარა არ იქნება გამოტოვებს თამაშს და საერთოდ დერბის თავისი სპეციფიკა აქვს და დერბი როცა ხდება იქ უკვე ძლიერ და სუსტის გათანაბრება ხდება. აქ ხო დარწმუნებულები ვართ რომ აი რუსები რო ეტყვიან ჩერას ნემაგო ითამაშებს ესა სომხეთი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ერთ გაატკეცებული ენერგიით გეთამაშება რომ ოღონ ჩენ მოგი რა თქმა უნდა და ეს ბუნებრივია ნორმალურია ჯანმრთელია ჯანსაღია მე ვფიქრობ რომ დიდი დელეგაცია კარგი იქნება რაც საქართველოს და რაც მეტი ხალხი ჩავა აი ჩვენ დიდი ფეხბურთელების თამადობით თუ ჩავლენ დიდები კარგი იქნება და აი ამბები ალბათ ჩავლენ თუმცა 14000-იანი სტადიონია ეგეც ვთქვათ და ნუ ვერ იქნება ისეთი ანშლაგი იქნება ანშლაგი 14000-იანი ანშლაგი იქნება თბილისიდან გაიუსტა სწორთუნებს რა ვიცი თუნელი მაინტერესებდა და მე როგორც გავიგე შესაძლოა ეს თუნელი დატოვონ ტექნიკური დირექტორი იყო ადრე სომხების და ეხლა
მე სურენ ჩახალიანი. ერთ რამეზე გავამახვილებდი ყურადღებას. სურენ ჩახალიანი თუ დატოვეს. თუ რაულზე იყო ლაპარაკი და ეხა იქიდან სურენ ჩახალიანზე. ესე იგი თუ ჩვენ ბ-ლიგაში დავრჩებით და ეს ხო რეალურად ეგდევს სასწორზე ბ-ში დარჩები თუ C-ში ვარდები ხო? თუ არ ვწდები ესეა რომ შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გამოდე იქნება რომ ბრიტანულ ქვეყნებში ტარდება და ბევრი მასპინძელი კვოტა იქნება შესარჩევში ნაკლები. ამიტომ ალბათ ერთა ლიგიდან დიდი ალბათობით C ლიგიდან ვეღარ გავა უკვე იყო მაგაზე ანუ საკმაოდ დიდი წონა აქვს რა ხო ანუ ბ-ლიგაში დარჩენა არის მაგხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს არის მეორე გზა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად 2028-ში. უელსში არის თამაშები? უელსში არ მახსოვს. შოტლანდია და ირლანდია არის. კი, კარდიფი. ინგლისი არის, უელსიც არის. არის კარდიფი? კი, 4 მასპინძელი. 4 არის, თუ დაჟე მე 4-ია. ირლანდია, შოტლანდია. მე მგონი დუბლინიც არის, იცით? აი დიდი ბრიტანეთი, ანუ 5-ია რა, 5 მასპინძელი ყავს 2028 წელს. არის დუბლინში. ბრიტანეთი არის. ბრიტანეთში აღარ ყოფილა. არ არის, ხო, არ არის. თუ კი დუბლინში არის თამაშები, ესე იგი არის. გაერთიანებული სამეფო პლუს ირლანდია. აი რაღაცა ეგეთი თემაა. მაგარი კაი იქნება, საინტერესო იქნება ძალიან. რას ველით ნაკრებისგან? რა ვიცი. მე მგონი იმ ხელაზე აწევს. იგივე ნაკრებს ველით თუ რამე მაღლა აწევს კობა ძალიან თამასს. ხო, ნუ ახლა ევროპას. ხო, ნუ ახლა პორტუგალიას და იქ თუ ზაქვია ყურებ ჩამოყრილ რონალდოს ყვარას გასამხნევებელი რო გახდა რა. ხო, ეხა იმ სურათის მერე რა თქმა უნდა ჩვენ ამბიცია მოგვეძავა და რა ვიცი, იქნება ეს კარგი თაობაა რა და ძალიან მიხარია რომ ამ ბიჭების ჯერა რა მაყურებელს გულშემატკივარს და რაღაცა სხვა ურთიერთობა აქვს მაყურებელსა და იმას შორის ფეხბურთელებს შორის ამ თაობას შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა რა ესეთი მეგობრული ჯანსაღი და რა ვიცი ხო ჩვენ აგე მამარდა გადადის ლივერპულში აგეს PSG-ში ყავს ახლა ლიგა 1 ავითვისეთ უკვე ასე რომ რა ვიცი პრემიერ ლიგაში გვინდა ვინმე ისეთი აი ყვარა ჩაკვეტაც ხო რაღაცა ისეთი გვინდა ჩაკვეტაძე ზაფხულიდან აი ეს პაენტის რამე აი გუნდში გვინდა ვიღაცა კოჩო თუმცა აი ნახე ჩაკვეტაძეც აი 8 თამაში გადააბა თუ 7 ისედიზეთ შეუცვლელად ვინ წარმოიდგენდა მაგას ესე იგი როგორ იმას მოხოდეს იქ რა პოზიში მოხოდეს ხო სულ ვიმეორებ და ახლა არ ეხება ესე ჩვენ თემას სანაკრებოს მაგრამ ეს პირველი დივიზიონი ინგლისის ეს ჩემპიონშიპი აი ჩემი აზრით ტოპ 5-ის მერე ყველაზე ძლიერი არის ძნელი სათამაშოა ძნელი სათამაშო ძალიან რთული სათამაშო სულ ტემპში სულ მოძრაობაში სულ იქ ფიზიკა არის და იქ ჯახაჯუხი არის და გარდა და მე ფეხბურთის აი რო უყურებ ხო და გინდა გულშემატკივრობის დიდი სხვაობა არ არის პრემიერ ლიგასა და მათ შორის. იმიტომ არის შემთხვევები გადმოდის გუნდი და ლიდერი ახლა მარტო ლესტერი კი არ იყო თავის დროზე დერბი გაუნდიც და მგონი ნოტინგემს ახლა აღარ მახსოვს ზუსტად რა, მაგრამ გადმოდიოდა. რა მეორე სეზონია იმაში ახლა და იმაზე ლივერპულს ნოტინგემი აგერ ასაკეთებს გენიალური მწვრთნელი წავს მაგრამ მომწონს ეგ ტიპი. ისა და აი რას ვამბობ იცი ჩაკვეტაძე კიტეიშვილი აი ესეთი სტილის ფეხბურთელებს რომლებსაც სივრცე ეჭირდებათ. აი რატომღაც გონია რომ პრემიერ ლიგის გუნდში უფრო კარგად ითამაშებს, რომელსაც უფრო ბურთი ხშირად უჭირავს. აგე ჩაკვეტაძე ამკიცებს ხო ამას? მაგას ვამბობ რა. ანუ პრემიერ ლიგის ნორმალურ გუნდში რომელსაც აი ესე ბურთი აქვს და სივრცესაც იტოვებს და ასე მე მგონია ჩაკვე მისტრება იქნება. ის რა ქვია, ცოტა ხუმრობაც რომ გაურევ. და შენ ახლა ახსენე ნოტინგემი, ხო? და ნოტინგემის მწვრთნელი მოგწონს. აბა ნოტინგემის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მწვრთნელი ვინ არის? რას ამბობ, კაცო, ეგ თუ არ ვიცი აქ რა არის და კლაფა უნდა იცი, მაგრამ თავარი ანეკდოტი რა არის? ყველაზე ცნობილი ნოტინგემელი ვინ არის? ყველა დროის. გამოკითხვა ჩატარდა რა და ვინ მოიგო? რობინ ჰუდი გავიდა მეორე ადგილზე. პირველზე გავიდა. რობინ ჰუდზე წავედი. პირველი რობინ ჰუდზე. ესე იგი როგორ უყვარდათ რომ ბრაიან კლაფა მოიგო ესა. არა, ნუ ეგ არის არანორმალური რაღაცა გააკეთა ეხა ეგ არცად არ წერია რა გიჟი. ინგლისში ჩემპიონატი ერთხელ მოიგო, ორჯერ თასს ჩემპიონატად. ხო და იქ 17 წელი იქ იყო და რა ვიცი რა არანორმალური შედეგია.
მაგარი ფილმიც. მაგარი რაღაცა აქვს ნათქვამი ფერგიუსონთან ეხაც უწმატურ სიტყვას ხო არ ვეთქვი, მაგრამ სანამ ფერგიუსონი მეორე ლიგას მოიგებდა, მე 2 მაქო და მაგას 1-ო და იმას არ გულისხმობო რა. თუ კლაფმა თქვა შენს გაიმეორებაც. ყვარა როგორ მინდოდა იქაც ლივერპულში რა ერთად მაგარი იქნებოდა. არა ალბათ ყველა ვფიქრობდით მაგას რომ ერთად რო იყვნენო და ის რა ქართული კლუბი თან ისეთია რა ქვია. ხო არის სადაც ქართულია რა ნახევარი თბილისი საქართველოს ლივერპულს კომაგობს ხო? ჯერ მამარ და არაა გადასული, მაგრამ ხო რა ყველაზე მეტი ეგორი ერთად რო ყოფილიყო და ხო წარმოგიდგენია რა იქ. რას ვამბობ ისე რომ ზუსტად ყვარას ფეგურს თამაშობს ეს ლივერპული. სალად დავიდოდა თან ცოტა ხანში და მერე ყვარა გახდებოდა იქ რაც გახდებოდა რა. ხო, აი ყვარა რო დაამშვენებდა ის ეგენი ორი მაგარი ბიჭი ყავს ყვარა. სალაჰი და ყვარა შენ წარმოგიდგენია ერთად? რომელი გინდა რომ დაიჭირო იქ რა? ჯერ სალაჰმა ხო გააბრუა იქაურობა მთელი ინგლისი და ეხა ყვარაცხელი რო დაემატებოდა მაგას. ეს რო გაიქცეო. ციშვილი ვერ გახო. აუ სალაჰიც რა სეზონს ატარებს რა გიჟია იმე. არის. აუ ეხლა გაეხსნა. გაეხსნა ახლიდან. მეორე გაიხსნა ხო მესამე ხანია. არა ნორმალურია რა. კარგი, მოდით ცოტა ნელ-ნელა წავიწიოთ ბოლოსკენ და ამ ჩვენ ჩემპიონატზე უნდა კითხოთ რა საქართველოს საკლუბო ფეხბურთზე. რა გვეშველება ლაშა? არ ვიცი, იცი აი როგორი რამეა, იცი რომ ეხა მან დავიჯერო ყველაფერი თავიდან თავი სომხეთი ვახსენეთ და რამდენიმე დღის წინ მომიწია მოვიარე სომხეთი მანქანით რა. ჩვენზე უფრო პატარა მასშტაბის ქვეყანა. ხო გაიყვანეს კაცო ეს გუნდები ამ ევროთასებზე ჯგუფში ხო შევიდა. ხო ტირასპოლის შეიძლება მადრიდის რეალს არ მოუგო სანტიაგო ბერნაბეუზე. ხა ჩვენ ხვდებით რა შორს ვართ იმისგან რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ქართულმა გუნდმა მოუგოს მადრიდის რეალს და ანუ ვიღაცა ჩვენმა კლუბებმა გააგზავნონ რა. იქ რო დადიან ხოლმე სტაჟირებებზე ხშირად გამიგია ხოლმე რომ მიუნხენში, ბაიერნში გავიარე სტაჟ. მიუნხენში რა გვინდა? ბაიერნში 500 მილიარდი აქვს ბიუჯეტი. ტირასპოლში ჩავიდნენ და ვაჟა თარხნიშვილს დაელაპარაკონ როგორ გადიან ლიგაზე და როგორ უგებენ მადრიდის რეალს სანტიაგო ბერნაბეუზე. აი გადასარევი სიტყვა თქვა. რანაირად ახერხება. ეს პრობლემა არ ექნება. ხო რა. ხო თარხნიშვილს დაელაპარაკონ. რაღაც ეხა მე არ მსალია და არც არის ჩემი საქმე რომ ეგავაკეთო, ჩემი საქმეები მაქვს სხვა და მაგათ საქმე ხო არის სპორტული დირექტორების. რაღაცა განკონსულტაცია, იმიტომ რომ ესე დაბალ დონეზე რაში და ჩვენ არ გვეკადრება რა. ხო და იქაც ფეხბურთში სახელმწიფო არ ხარჯავს 50 მილიონს რა. ხო. თან რა. თავინდელს გამოქვეყნა ილო ბოდიში ტანზანიის საერთოდ ფეხბურთს თუ თამაშობ არც ვიცოდი რა და იქაური ეროვნული ტანზანიის ეროვნული ჩემპიონატი არის რეიტინგში საქართველოს ჩემპიონატზე. წარმოიდგინესა ტანზანია არ ვიცი აი ბურთი საერთოდ მაგას ვამბობ აი კობა მაგა ლაშაც რა თემა შეეხო მოლდოვამ როგორ უნდა გაჯობოს თო მით უმეტეს კიდე ერთხელ აქ სახელმწიფო ეხმარება ხარ რამდენად სწორია ეს ეგ საკამათო ამბავია კი ბატონო მაგრამ ეხა ფორა ხო ამ თვალსაზრისით მოლდოვურ კლუბებთან და მაინც შედეგი არის 0. აი რაღაცა ხო არის მოსაფიქრებელი და აღარ უსისტემობა რა მოდი აი პირდაპირ ესე ვილაპარაკო ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა ეს კაიხნის ადრე დაიწყო ანუ კლუბებში აი მაგალითი ლოკომოტივი ჩიხურა აქაც იყო ლოკომოტივის პრეზიდენტი იმანაც თქვა და პრინციპში ვეთანხმები ნუ ვერ გაუძღვა კაცი კლუბს აი დაშალა რა 3 წელიწადში ფაქტურად დაიშალა ის ლოკომოტივი მოსკოვის დინამო გამოთიშა უნივერსიტეტია გამოთიშა ვინი ფიქრებდა მაგას და მოსკოვის დინამოს ვინც ფეხბურთელი ყავდა ნაყიდი ეს 25 მილიონად ყავდა დორტმუნდიდან ნაყიდი და ჩვენი ეს თლიანი ბიუჯეტი არის იმ 10-ვე კლუბის ერთად რო შეავსო რა ხო და წარმოიდგინეთ ამას აკეთებ მე გრანადას ეჭიდავები მამარდაშვილი ვალენსიაში გადადის და გუნდი რა ქრება რა საერთოდ რა წარმოიდგინე რა ესე გაქრა ჩიხურა ანუ უსისტემობა აი თავიდან ძირიდან არ ხდება ყველაფერი ის ამდენი ლეგიონერი შრომა ამდენი ძალისხმევა იკარგება აი წყალში იყრება რა ამდენი შრომა და ნუ ერთადერთი ნუგეში ის არის და ერთადერთი შედეგი იგივე ვთქვათ იმ ფეხბურთელების დიდ ფეხბურთელებად გაზდა იგივე მამარდასი მაგალითად დანარჩენი ყველაფერი წყალში იყრება აი დასანანია და რაღაც არის ხო მოსაფიქრებელი ამდენი წელია ეს გრძელდება რომელი წლიდან პირველი ჩემპიონატიდან ნუ კი ბატონო მეორე ჩემპიონატიდან მესამე ჩემპიონატიდან 30 წელია 35 წელია
გრძელდება და გრძელდება ეს ყველა. თანამდელი საეჭვო დონის უცხოელები ადრე ესე არ იყო. აი სიმბოლური რო გავაკეთეთ ამას წინათ და აი 11 კაციდან ვერ შევკრიბეთ 11 ლეგიონერი, ნორმალური ლეგიონერი მე 11 კაცს ვფიქრობდი. ჯოვინო, მარტო ჯოვინო ბოლო წლებისა ჯოვინო გვიწერია ისიც არანორმალური სტატისტიკის გამო. 90 წლიდან და მაჟეიკასი და ვიღაცები პირველი ჩემპიონი არბეკოვასი დავწერე. წარმოიდგინე. 11-ზე მაინც. ხო და აი ეს ამდენი საეჭვო ეს ხო უშლის ამ ქართული ფეხბურთის თვითონ ქართველი ფეხბურთელების განვითარებას ხო უშლის. უშლის ხადა. ხო და პირველ რიგში მაგას უშლის ხსაბა. და ამ დროს ხო ჩვენ თვითონ ხედავთ რომ ეს 16-დან 19 წლამდე ქართველები მაგრები არიან თუ კი ენდობი რა. აბა როგორ ხდება ეს რა როგორ გავდივართ მეებში შვედებს როგორ მოუგეთ დავტოვეთ ყოველ შემთხვევაში ჰოლანდიას როგორ ვეჭიდავეთ იქ რაღაც თამაშებში ევროპაზე ხორვატები როგორ გავაგდეთ. ესე იგი არის ხო აქ რაღაცა არ კეთდება ნუ ეხლა აი წყლის ნაყვა. პირველი ის ხო იყო პირველი პარტია ამ ლეგიონერების ეს ბელარუსები და ისინი რო თავიდან ჩამოვიდა 90 კი ბალტუშნიკასი იყო ნარბეკოვასი ბევრი იყო ფრიდრიკასი ხო კარგი ფეხბურთელი ნაკრების მეკარე იდგა თელავში თელავი იყო მაშინ ხაშურში თამაშობდა კაცო რამდენიმე კაც ხაშურში ბრიაუნის 10 ეს იყო კაცო ეხლა ის ნახე რა ბოდიში ეგ არ არის ჩვენი ფეხბურთის საკლუბო ფეხბურთის თავარი პრობლემა გინდა ესე იყოს გინდა ეს შედეგი მაინც არ ქონდა მაგრამ სიო ნახე სადაც სტარდება ამ ფორმატით როგორც ჩვენთან არის ეს გაზაფხული ეს ისლანდია არის ფარელის კუნძული და ჩვენ ვართ სამხრეთული ქვეყანა ერთია სკანდინავიაში და ბელარუსი აი რაღაც სიცივე სადაცაა და ჩვენ რატო თამაშობთ ეგეთ ცოტა რუსეთი არ არის ჩვენ აი სახსნა რომ ვითომ უფრო მომზადება მაგრამ ამან და მაგ რეალურად მე როგორია იცი სამჯერ იცვლება გუნდი ხო იცი ერთი გუნდი ხო იგებს ჩემპიონატს დამთავრდა ჩემპიონატი დაიშალა ის გუნდი ხო წავიდნენ ესეთი რა ქვია შეიკრიბა მეორე გუნდმა დაიწყო ესა ახალი ჩემპიონატი და ახალი ჩემპიონატი რომელიც ზაფხულში ხო იწყება ევროტურნირები იხსნება ესა სატრანსფერო პანჯარა და ის გუნდი რომელიც იწყებს იმას ახალ ჩემპიონატს ისიც იშლება საერთოდ იშლება და მე ხდება ვერ გაიგებ ხო აი საერთოდ რაღაც აი უკვე აი უნდა დაიწყოს აი თითქმის 15 წელია მე სპეციალურად აი ჩავხედე საქართველოს ჩემპიონი რა შემადგენლობით გადის თითქმის 15 წელია ვინც კი ჩემპიონი გახდა ყველა გუნდი დასუსტდა ლიგის საკვალიფიკაციო მაგრამ თუ პირიქით ძლიერდება 15 წელია ესე ხდება 15 ხო და აი რა განვითარებაზე უნდა და მთავარი მანდ ლიგაზე არის ერთი ეტაპი თუ გაიარე მე უკვე შედარებით იოლია რომ კონფერენც ლიგაში მოხვდე რა გიბრალტარის გუნდი მოხდა ლინკოლნი გიბრალტარის გუნდი იყო სომხეთის ლუქსემბურგზე ხო აღარ ვლაპარაკო ეს ნოა იქ იმას 6-1 მოუგო გორის ყოფილმა მწვრთნელმა გორის მწვრთნელი წავიდა ამ ნოაში და გაიყვანა იმაში ხაჩალი ხა ის რა სურენ ხაჩალიანი არა ის სომხეთის ნაკრების მწვრთნელია ის მაგალითად ეს რამხელა ის რა რაული და მე აუ ლეგიონერებზე გამახსენდა წეღარო ამბობდეს ლიეტოველი და ბელარუსი ლეგიონერები რო იყო ეს ხო იყო ის ერთი პარტია და მე სადღაც 92-დან 17-მდე იყო ისა წყვეტა რაღაც ლეგიონერები არ იყო და მე გამოჩნდა გავიგეთ მოკლედ რედაქციაში ვართ ვიღად ლეგიონერი ჩამოვიდაო რომელიღაც აქ სათამაშოთ საქართველოს სათამაშოთო არ იქავინაერა და გავიქეცე მაშინ ფედერაციაში მაშინ იყო დიდუბეში ხო და ნუ როგორ იცი და ხალხი ესევა და რაღაცა ის იყო რა მაშინ იშვიათობა იყო ეს ხო ფერატკანიანების აქ ფერატკანიანი თუ იყავი უკვე მაგარი ფეხბურთელი ხო აი მაგარი თან ეს გაუსრულა 94-ში მე შედ ნიგერიები და ისე რო გამოჩნდნენ კამერუნები რაღაც ეს არის და როგორ მახსოვს ეს რა ქვია მაგარი ვარო რაღაცა გუნდი თქვა იქ თამაშობდი და ბარი სალამი იყო რა მახსოვს დიდი ფეხბურთელი იყო ხო და წავიდა სადღაც ბათუმში ჩავიდა აქედან პირველი გუნდი ბათუმზე და სამთვეში სამტრედიაში სადღაც ბენზე გასავარცხად-გურზე ასხამდა ედას რა ქვია მაგის მერე დიდი ამბავია თან ესეთ სახელი და გვარი არის ჩამოგეს რა არის გასოს შეუაკვეცი იყო ეგეთი მაგრამ ის მე მგონი ცოტა შედარებით კარგი აი ეს იყო ეს
ფეხბურთელი არ იყო, მე ბენზინს ხამდა მე რა, იმაში. მე მოგიყვები. მაგარ გადაობას. წარმოიდგინე, როგორ ბათუმში მივიდა, იცი, ახო მახარაძე ცხოვრებული რო თამაშობდა და უჯირი და უნდა ამოვაგდო ხო ესე. წარმოგიდგენ. რა ბიჭები იყვნენ თორე აგუნდი იყო. ო, აი ხა ერთი მაგარი ისტორია რა მაგაზე გამოვიდა. ბორჯომი იყო კარგი გუნდი ერთი პერიოდი 2006 წელი იყო თუ 7 ვოვა ხაჩიძის დროს და ეხა თამაშსევა რა და ეს ბორჯომი კარგად ევროტურნირებზე ლამის არის გავიდეს რა და ჩამოვიყვანეს 6 არგენტინელი რა და წააგეს 7-0 მე ამ 6 არგენტინელს კიდე დაამატეს 2 კამერუნელი ხო და გამი უფრო მეტიც წააგეს და ეს ხაჩიძემ პრეს კონფერენციაზე მაგარი ალალიკაცია პირდაპირ თქვა რომ მე ან ესენი წავიდნენ ან მე წავალ რა ეხა გამორიცხული ხო და კამერუნელებზე თქვა რომ სხვა გუნდი თქვა იქა აღარ მახსოვს რომელ გუნდზე თქვა იმათ ჩამოიყვანოსო არ დაიტოვესო და ჩვენ შევიფარეთო აბა რა ვექნათო რა ქვია შეიძლება ხოცებოდნენო რა და ხო ჯوار ჰუმანიტარული აქცია ხო და არა და ამ დროს მე 2 კარგი არგენტინელი მართლა ჩამოიყვანეს აი იმ ხელა სხვაობა იყო იმათსა და ამათ შორის ის მესი ჩანდა გონსალო დეპორასი იყო ეგეთ ფეხბურთელი გასაგებია ილო ეხა კობატო გასაგებია მაშინ ეხა სხვა პერიოდი იყო ეს მის მაშინ მართლა არაფერი არ ვიცოდით და მაშინ ინტერნეტის ეპოქა არ იყო და ძალიან ჭირდა რა ეხა ვინ იყო მაგის გაგებოდა დღეს როცა ამ ხელა ფულიც იხარჯება და არ ვიცი ხა უმარტივესი ამბავია რომ გაიგო ვინ არის და აქ ერთი ღირებული ლეგიონერი არ მინა აი ის ჩისკოს მერე ლეგიონერი არ ყოფილა ესეთი რომელიც აი ტორპედოს იონსენი რო არის კი კარგია იონსენის ნორვეგიელი არა თითო არიან ვიღაცები მაგრამ ნუ აი ჯამში მაინც ბევრი ის არის რა ზარალია რა აი აკრებს შედეგი არ არის და რა ვიცი აკრებს რო ვაკეთებდით ამ ლეგიონერებს ბოლოს იმ მიმამდე მივედით თორემ რომ პოროშინი რო იყო გასულ ტორპედოში პოროშინი შემტევი იყო როგორი ესა იცი აი ჩაულებრივი ესა თავდასხმა ჩვენთან ქუჩაში რო ის არის ყოველდღე უკრაინაში არაფერი არის ალბათ აი საქართველოს ჩემპიონატიდან იქამდე მივედით რომ ეგ დაგვეყენებინა წარმოიდგინეთ 11 კაცი ვერ შევკვეთ თქვენ კიდეთ გახართ და მწვრთნელებს აგრეტიკებთ რომ ის რა თქვენც ვერ დააყენეთ ხო ხედავ პოროშინის მოდაყენებია იმათ რა ქნათ აი ლაშასვავს ხოლმე მაგარ კითხავს თავისი მაგარი თამაში აქვს მე-12 მოთამაშე ინტელექტუალური ასე ვთქვათ რასადროდის სტილში რა და ხო საფეხბურთო რასადროდის ხო რა ვიცი იქ ახლა აი მართლა ფეხბურთის გიჟები გურმანები ისეთი კითხვებია ხოლმე მართლა აი სიამოვნებით რო ითამაშა ძნელი კითხვები ის კი არა ეხლა სანიოლამდე ვინ იყო საქართველოს ნაკრების ძნელი ეგეთი კითხვები კი არ არის რა ძნელი რა ხო და რაშა ვინ იგონებს ხოლმე ამ ყველაფერს ამ მე და ჩემთან ერთად 1 2 3 ჩემი გუნდის წევრი ასე ვთქვათ და ესეთი ფეხბურთი როგორ თამაშობს ილია არის ჩემპიონი ანუ იქ ჩემპიონობა ძალიან რთული ამბავია რა და აგერ ყავს ერთგზის ჩემპიონი ძალიან სერიოზული გუნდი ყავს 22 მოთამაშე როგორ ვახსენებ კი კაი ბიჭები ყავს მე რა მე ხო და ძალიან კარგად და მაგრად თამაშობენ რა ერთხელ გავხდით ჩემპიონები დაახლოებით კაპიტანი ხო პატარი ხო ძალიან სერიოზული ზუკა ჩაჩანიძე მაშინ ჩემპიონები რო გავხდით ვიყავით მე ის გითხარი რა ვისად თამაშობს ახლა კაპიტანია ძნელად პატექს ხო მე პატა ზუკა ჩაჩანიძე არის მაშინ ჩემპიონები რო გავხდით ზუკა ლიბეროა ხო პატა გასვიანი და ჩემი შვილი იყო მეხუთე და კიდე გუნდში ყავდა კაკაურიძე, ალეკო, იცის ბევრმა, ქოიავა, ირაკლი, ზანგარგი ბიჭია და გიორგი არაბული, ნუ სამინისტროში რომ მუშაობს, ყოფილი ჟურნალისტი. ეგ რაგბის ესა. აუ არ გამომჩეს ვინმე რა კიდე ვიღაცები რა ვიცი. არა, ესენი ვართ რა, არავინ არ გამომჩენია და ვაპატიებენ. ხო. უმეტესად ეს ხუთნი ვინც დავასახელე რა.
აგზელებთ ჩემპიონატს? კი, ცოტა ეხა ახალი სეზონს ალბათ უფრო ესე მარტისკენ, აპრილისკენ განვაახლებთ და ესეთია რა, ადრე რო იყო ხოლმე ვერის ბაღი და ესე ხო ეს ბევრს ნოსტალგია აქვს რა, ადგილი სადაც ფეხბურთის მოყვარულები იკრიბებიან და რაღაც. აი ზუსტად ეგეთი გარემო რომ მოდენ ბევრს უთქვია რომ აი აქ რაღაცა საუბრობთ, ურთიერთობთ, ფეხბურთს განვიხილავთ და ესე. დაახლოებით პედაგოგობა რომ მოვიდათ მეგობრებო. სიამოვნებით. გაგაპირებ შეგატყობინებთ მაგრამ. შენ დაკვატიჟეთ კიდეც, მაგრამ მე ორგანიზატორს არ დაუპატიჟე. არმას ბლაუგრანა არის მაგარი გუნდი, მაგათ და ის იუვენტინო ეს ორი ბარსელონისტები არიან და იუვენტინო იუვენტინო ლაშა იქნება. ლაშა გოდუაძე. ლაშა თავარი ეს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. მადლობა. მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, წარმატებებს გისურვებ. წარმატებებს გისურვებ. ჩემთვის საქართველოს ნაკრების მოგებებით გვეხაროს და ყვარას და ქართულ ფეხბურთელებს დიდი წარმატება უსურვებთ. დიდი მადლობა.